ახალი შემიყვარდა ნამეტნავად. საწავიდა ნამეტნავად. რატომ არ გააჟღერეთ ერთაოს ბრეგვაძე ქრისტეფორემ გალობლიშვილის ეულად? კარგი, ჩემი პირადი ინტერესები და სურვილები გადავდოთ და სერიას გავყვეთ. რაც არ უნდა საპირისპირო ვამტკიცოთ, სიყვარული ძალიან მშვენიერი გრძნობაა და კარგი სანახაობა. ბევრ რამეს უძლებს და ბევრი რამის პატიება შეუძლია. ისეთის, რისიც უსიყვარულო ადამიანს არ ძალუძს და ზოგჯერ გაუგებარიც კია. კენანს ცნება დაარტყამს ამათ რომ კიდევ ერთად დაინახავს, მაგრამ აბა ჩემს შესანიშნავ სამეულს ვინ დაშლის? ესენი არა და არ მთავრდებიან, ხო? ამოუწურავია. ერთი მოკვდება, მეორე გამოჩნდება, მეორე მოკვდება, მესამე გამოჩნდება და ასე უსასრულოდ. ერთი მიუხვედრელი ყველგან საჭიროა. კარგია რომ ნისანმა გაიგო. მე მინდოდა რომ სცოდნოდა. რას უმალავენ, პატარა ბავშვია? გოგომ რა არ გადაიტანა, ახლაც არ გადის მარტივ გზას და იფტერი რომ მამამისი ამის ცოდნა დაამარცხებს? უფლება აქვს თავის წართმეულ და ტყუილებით გაჟღენთილ ცხოვრებაზე ბოლოს და ბოლოს სრული სიმართლე გაიგოს. ეშრეფტეკი ჩვეულ ამპულაშია. ახლა აქ ეშრეფტეკის ნაცვლად ეშრეფიკო რომ მეთქვა, ვითომ რატომ არ ჯობდა? ყველაზე მეტად საინტერესო ალბათ კადირია. გაორებულ ემოციებს და შთაბეჭდილებებს იწვევს. ერთის მხრივ გაფიქრებინებს, რომ მორჩა სწორ გზაზე დადგა, მეორეს მხრივ კი ფიქრობ, არა, ამას ვერაფერი გამოასწორებს. მე კი უფრო კადირისკენ ვიხრები, მაგრამ თან ვფიქრობ, ისე მოქმედებს, რომ თავადაც არ დაზარალდეს. ეს კარგი მომენტი იყო, როცა თავისი ნებასურვილით შევიდა წრეში და დადგა ეშრეფის გვერდით. გურდალის და კადირის დიალოგი. გურდალი რა თქმა უნდა ხისტი და შეუვალია, ნისანზეც ერთ ამბავში იყო თავიდანაც, მიზეზითაც, უმიზეზოდაც, ღალატის გაგების შემდეგაც, მით უმეტეს კადირთან ქედს არ მოიხრიდა და სამო სიტყვას არ გაიმეტებდა. ზოგადად ეშრეფზე ეჭვიანობს გურდალი სულ. ამ დიალოგში რაღაც მხრივ და თავისებურად ორივე მართალია. კადირზე ობლობის ტრავმამ ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია და ამიტომაცაა რომ სულ შემჩნევას და აღიარებას ესწრაფვის. სამწუხაროდ ზოგჯერ ძალიან არასწორად და ზღვარგადასულად. თუმცა ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ეშრეფის მიმართ აქვს გარკვეული განცდები, ემოციები. დანარჩენი უკვე მისი პირადი მენტალური ყევის საკითხია. ნახოთ რა გზას აირჩევს კადირი. ძალიან სამწუხაროა, რომ მუსლუმის გაქრობის ეჭვები გამართლდა და დროებითი არ აღმოჩნდა. ვიტყოდი რომ სულელურად მოკვდა. იქ ვინ რამდენ ტყვიას ესრო და არ ქონდა მნიშვნელობა, იმიტომ რომ მისი ჭრილობა ისედაც კარგს არაფერზე მეტყველებდა. ბოლო სერიებში საერთოდ ბუჩქის როლი გაიმეტეს მისთვის. ოთხეული არ უნდა დაშლილიყო, თუმცა სერიალიდან წასვლა ეს მსახიობის გადაწყვეტილებაა და რეჟისორსაც ის გადარჩენია მოკლას. ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ და ყველაფრის გათვალისწინებით ერმაკის და ფარუკის ფლირტი და სიყვარული ამაზრზენია ჩემთვის. მუსლუმის წინაშე არც ერთი არ ყოფილა ანგარიშვალდებული, არც კი გამოსტყდომია მუსლუმი ერმაკს გრძნობებში, არც შეყვარებულები არ ყოფილან, თუმცა იცოდა, ჩემი აზრით მასაც მოსწონდა და ფარუკი ერთადერთია, ვინც მუსლუმის ერმაკისადმი გრძნობების შესახებ იცოდა. ვითომ რა საჭირო იყო ამათი დაწყვეტილება, საერთოდ ვერ ხვდები. მარტო ხელები ვერ იქნებოდნენ ბედნიერები? კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი აზრები. ამ განხილვის დაგვიანების გამო ეშრეფის სიზმრით 3 დღეში შევხვდებით. მადლობა რომ მიყურეთ, გამომიწერეთ და მადლობთ თვალი.